ფართულ პროექტებში გამოვდიოდი და დიდი ბევრი გულის გაცრუებები მქონდა ამ პროექტებში და რაღაცნაირად მინდოდა რომ არ გავჩერებული ვიყავი და რამე სხვა მეცადა თან voice იყო ბავშვობიდან ჩემი ოცნება და საქართველოში არ ტარდებოდა voice და უთხარი რომ უკრაინაში ცხოვრობს გრიგოლ ჟღენტი და უთხარი რომ მეთქი იქნებ როგორღაც უკრაინის voice-ში რამენაირად მოხვდე და როდესაც კასტინგები დაიწყო დაუკავშირდა ჩემებს წამიყვანეს ერთი დღით უკრაინაში ჩავედით კასტინგზე მივედი რა ვიცი ძალიან დიდი იგი იყო სამი პროდიუსერი იდგა ეს რაღაც ძალიან ესე ოფიციალურად შემიყვანეს და მიკითხეს რომ რა სიმღერას იმღერებოდა რა სიმღერას მინდოდა რომ შემესრულებინა თითქმის არ ვთქვი ეს სიმღერა იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი რომ საქართველოში არ მაძლევდნენ ხოლმე საშუალებას რომ ეგეთი ძლიერი სიმღერები მეთქვა მეთქი ახლა აქაც რატო იყო ეს არ ვიცი ყოველთვის მე პირადად ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ადამიანები იყვნენ რომელსაც არ უნდათ რომ მე ჩემი ძალების მაქსიმუმი გამომეჩინა